ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვის პირველ რიგში ამ მსმენელისთვის მოუყვეთ ერთი ოჯახის მაგალითზე რა იყო პრობლემა, საიდან დაიწყო, როგორ განვითარდა და დღეს როგორ ხარ. როგორც ყველა თანადამოკიდებული მიდის და ეძებს გზას, რომ გადაარჩინოს მისი ოჯახის წევრი, ჩემი გზაც ასეთი იყო. შენთან ისეთი უნდა ყოფილიყო, შენ მოგეწონებოდა იქ ქუჩის ბიჭთან ქუჩის ბიჭი უნდა ყოფილიყავი, ხელოვანთან ხელოვანი, მწიგნობართან მწიგნობარი, მეცნიერთან მეცნიერი და არც ერთი რო არა ხარ, ან შენ საკუთარ თავს კარგავ. ოღონდ ვინმეს თვალში ყოფილიყავი კარგი. ბევრჯერ მიცდია, რომ თავი დამენებებიდა და რაღაცა პერიოდი გამიძლია სიფხიზლისთვის, მაგრამ ეს იყო გაძლება და არა არჩევანი. შენ მუშაობ ოპერისა და ბალეტის თეატრში, ხო? და სოლისტი ხარ? კი ბატონო. მე თეატრალში ჩავაბარე, რომ მივედი პირველ დღეს თეატრალურ ინსტიტუტში და რომ დავლიე, აღარ გამოფხიზლებულ ვარ მე. ჯიუტად მრჩეოდა, რომ მე შემეძლო მისი გადარჩენა და ჯიუტად ვაწვევოდი ამას. ყველანაირი ხერხი. სხვა ვინც ამ ყველაფერს შეხედავს, მათთვის დღევანდელი გადაცემა და თქვენი ისტორია აღმოჩნდეს სამაგალითო, აი გზამკვლევი, ხო, ეგრეთ წოდებული გზამკვლევი, როგორ უნდა უშველონ საკუთარ თავს, ან ოჯახის წევრს და მიიღონ გამოჯამთელების მთელი ის სიკეთეები, რაც საბოლოო ჯამში მერე სწორედ ამ გზას მოყვება ხოლმე. მოგესალმებით, გაბედის მორიგ ეპიზოდს ვწერთ და ძალიან ბევრი კომენტარი შემოდიოდა და თხოვნა, რომ მოკლედ თანადამოკიდებულებაზე და აი ოჯახის წევრების დახმარებაზეც იქნებ გააკეთოთ. ხო და მაყურებელს სიამაყით ვეუბნები, რომ დღევანდელ ჩვენს გადაცემაში სწორედ აი ამ ორ ადამიანს უთმობთ ახლა ჩვენს ეთერს და ძალიან საინტერესო საუბარი იქნება, იმიტომ რომ მეუღლეები ხართ ერთმანეთის და ორივე საკუთარ რაღაც თქვენი გამოჯამთელების გზა გაქვთ. თანადამოკიდებულის, დამოკიდებულის და ძალიან საინტერესო იქნება მაყურებლისთვის პირველ რიგში ამ მსმენელისთვის, რომ მინდა რომ აი ამ 1 საათი თუ საათი და რამდენიმე წუთის განმავლობაში ძალიან გულწრფელად აი ადამიანურ ენაზე ნაკლები გაპრანჭვის და რაღაც პროგრამული ტერმინოლოგიის გამოყენებით მოუყვეთ ერთი ოჯახის მაგალითზე რა იყო პრობლემა, საიდან დაიწყო, როგორ განვითარდა და დღეს როგორ ხართ. ეს არის დრამატურგია დღევანდელი ეპიზოდის, რომ სხვა ვინც ამ ყველაფერს შეხედავს, მათთვის დღევანდელი გადაცემა და თქვენი ისტორია აღმოჩნდეს სამაგალითო, აი გზამკვლევი, ხო, ეგრეთ წოდებული გზამკვლევი, როგორ უნდა უშველონ საკუთარ თავს, ან ოჯახის წევრს და მიიღონ გამოჯამთელების მთელი ის სიკეთეები, რაც საბოლოო ჯამში მერე სწორედ ამ გზას მოყვება ხოლმე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით, ლელა და დავიწყოთ იქიდან. ლელას ვკითხავ, საიდან დაიწყო პრობლემა თქვენს ოჯახში? აი, რა იყო ეს პრობლემა, რის გამოც პირველად გამოსავალში მოხვედით? მოგესალმებით კიდევ, მადლობა მოწვევისთვის, ეს მართლა ძალიან ისეთი თემაა რა, უნდა გაჟღერდეს ძალიან ბევრჯერ, იმიტომ რომ ამას წინებზე ვფიქრობდი, რომ ყოველ მეორე ოჯახში დგას თქო ეს პრობლემა, მაგრამ ყოველ მეორეში არა, ყველა ოჯახში არის, თუ პირდაპირ არა, ირიბად მაინც. და ძალიან მწვავედ არის რა ჩვენ ქვეყანაში ამის მდგომარეობა. ჩემი ხა როგორც ყველა, რა თქმა უნდა, როგორც ყველა თანადამოკიდებული მიდის და ეძებს გზას, რომ გადაარჩინოს მისი ოჯახის წევრი, ჩემი გზაც ასეთი იყო, მივედი გამოსავალში, რომ მეშველა ჩემი მეუღლისთვის და გამეგო, როგორ დავხმარებოდი.
რამდენი ხნის წინია? ეს იყო 5 წლის წინ. აი მოდი გავიხსენოთ 5 წლის წინ პირველად რომ მოხვედით. ხო, პირველად მივედი გამოსავალში. რას გრძნობდით? აი რა როგორი გრძნობდი იმას, რომ ალბათ რაღაცა საერთოდ სულ გრძნობდი, რომ გამოსავალი არსებობდა და სხვადასხვა ძალიან ბევრი რამე ვცადე. მაგრამ მაშინ ვერ გრძნობდი, მაგრამ ეს მცდელობები მაინც გზა იყო. ამ გადმოსახედიდან ვხედავ, რომ ესეც გზა იყო რა, ანუ წარუმატებელი მცდელობებიც არის გზა. და ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ დადგეს გამოჯანმრთელება და მიხვიდეს სწორ გზამდე. ხო და რომ მივედი, მახსოვს ლევანი იყო, მაშინ მათითაშვილი და ლევანმა რომ მითხრა, რომ ნუ გასაგებია ყველაფერი მოუყევი ესე და მითხრა, რომ ვიცი რა, გირჩევა იმას, რომ შენო უნდა დაიწყო, მოკლედ გამოჯანმრთელება და თვითდახმარების ჯგუფში უნდა ჩაერთო. იმ წუთში რა თქმა უნდა არ მქონდა წინააღმდეგობა, ჩავერთე. მაგრამ დღეს ახლა ცოლები ძალიან ბევრნი არიან და მაშინ ვიყავით რამოდენიმე, ძირითადად იყვნენ დედები. ხო და ცოტა კი მქონდა ეს რაღაცა ის, რომ რო აზიარებდნენ დედები თავიანთ გამოცდილებას, მეც მქონდა იგივე და ფიქრობდი, რომ კაცო დედა მე არა ვარ და ნუ რა არის ეს თქო, მაგრამ ნუ ძალიან მადლიერი ვარ და სხვათა შორის ეხლა ამ გამოცდილების გადმოსახედიდან ძალიან ვაფასებ. ეხლა დავიწყე უფრო დაფასება იმ გზის, რაც გავიარე და ჩემი უღლისაც ვეუბნებოდი, ეხლა რა თქმა უნდა ძალიან ბევრი წინააღმდეგობა შემხვდა ოჯახის წევრებისგანაც, იმიტომ რომ ეს საკმაოდ მტკივნეული გზაა და როგორ მიდის, იცი რომ რაღაცეებზე რასაც ნაჩვევი ხარ, იმას ცვლი პრინციპში. და გარედან ზედაპირზე ჩანს ძალიან ეგოისტურად და ამ დროს პირიქით არის რა, ანუ შენ თავს ირჩევ, საზღვრებს აწესებ, რაღაცებს აღარ პატიობ მაგალითად, ხელს აღარ უწყობ და ნუ რა თქმა უნდა ეს იყო ძალიან მტკივნეული პროცესი, ჩემთვისაც და ალბათ მისთვისაც იტყვის. და ეს ყველაფერი რო გავიარე, ეხლა ძალიან ვაფასებ ამას და ნამდვილად ჩემი ოჯახისთვის და საკუთარი თავისთვის უკეთეს ვერაფერს ვერ გავაკეთებდი. ლელა, ისევ იმ დღეს გამოსავალში მოსვლას დაუბრუნდით. აი რა იყო ის სიმძიმე თუ პრობლემა, რის გამოც გამოსავლის ზიება დაიწყა? აი რა გაწუხებდა? ნუ მაწუხებდა მომხმარებელი როცა არის ოჯახში, იქ არის აბსოლუტურად არაჯანსაღი სიტუაცია. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოჯახში ჩხუბი არასდროს არ ყოფილა და ის არ იყო არც მოძალადე, მაგალითად ახლა ისტორიებს რო ვისმენ, ძალიან მძიმე პირობებში უწევთ ადამიანებს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ ცუდად არ იქნებოდი. აბსოლუტურად არის. ემოციური მდგომარეობა აბსოლუტურად იგივეა. და ამის თქმა თამამად შემილია რა. ვის უზიარებდი რომ ცუდად იყავე? არავის. აი მეგობრებს. არავის აბსოლუტურად. მალავდი? კი. და აი ჩემ თავთან ვიყავი მუდმივ დიალოგში და ეს დამახასიათებელია თანადამოკიდებულისთვის, რომ ანუ თვითნებობა და მივხვდი რომ ძალიან თვითნება ყოფილვარ თქო რა, იმიტომ რომ სულ ჩემით, აი როგორც დამოკიდებულს გონია რომ თვითონ იმას გადაჭრის, თვითონ გადაჭრის პრობლემას, თანადამოკიდებულსაც გონია რომ თვითონ მიაგნებს რაღაცა გზას ისეც, რომ უშველის და გადაარჩენს, ასე რომ ვთქვათ. ანუ მე ვარ საშველი და მხოლოდ და მხოლოდ ჩემშია პრობლემა. ასეთი დამოკიდებულება აქვს ხოლმე რა, თანადამოკიდებულებს ძალიან იშვიათად იაზრებენ, რომ თვითონაც სერიოზული პრობლემა აქვს. რადგან შენ დაიწყე ამ ლაპარაკი, ეხლა გადმოვიდეთ ჩემზე. მობრძანდით. მინდა რომ ეს რაღაც პატარა ინტროსავით გავაკეთო, რომ მაყურებელი შემოვიყვანოთ ამ თქვენს ისტორიაში კარგად, ხო? საიდან იწყება შენ საქმაში, შენი დამოკიდებულება, პრობლემად როდის ყალიბდება და აი ლელა რომ გამოსავალში იწყებს სიარულს, შენ ამ დროს რა შვები? კი ბატონო. ჩემი დამოკიდება, საერთოდ ადიქციური ბუნება ეს ბავშვობიდანვე მქონდა. ეხლა რო ვიაზრებ, რომ აბსოლუტურად ყველაფერთან მიმართებაში ვლინდებოდა ეს ადიქციური ბუნება და მიჯაჭულობა მქონდა ნივთიერებების მიმართ. პირველად როცა გავსინჯე ნივთიერება, ჩემთვის იყო აი გადარჩენის ტოლფასი შვება, ვიფიქრე რომ ეს არის ის, რის გამოც შეიძლება ადამიანმა უბრალოდ იცხოვრო და ძალიან ბევრ რამეში მეხმარებოდა თავიდან. მქონდა ისეთი ეპიზოდები, რომ რაღაც მოვლენებს ვერ უმკლავდებოდი და მხოლოდ თქვა აი ამ
არაფხიზე მდგომარეობაში როგორც სიტყვა ასე ვიხოდებოდი და ჩემსაც ვაკეთებდი და ეს ყველაფერი მე გადაიზარდა ისე დესტრუქციაში, რომ აბსოლუტურად თავი დავკარგე. აი რას გულისხმობ, ესე ჩემმა ფსიქიკამ ესეთი რამე გამოიმუშავა ბავშვობიდანვე, რომ მე უკვე სწავლის პერიოდშიც და შემდგომშიც, რომ მე უნდა ყოფილიყავი ადამიანი, რომელიც ნიღბებს ირგებდა, ყველა სიტუაციაში მქონდა ნიღაბი მორგებული და ამის დიდოსტატი ვიყავი და შენთან ისეთი უნდა ყოფილიყავი, როგორც შენ მოგეწონებოდა, იქ ქუჩის ბიჭი უნდა ყოფილიყავი, ხელოვანთან ხელოვანი, მწიგნობართან მწიგნობარი, მეცნიერთან მეცნიერი და არც ერთი რო არ ახარ, ანუ შენ საკუთარ თავს კარგავ. მე რა მომწონდა, რა მიყვარდა და რის იკეთება მინდოდა, ამას უკვე ვეღარ ვიაზრებდი. იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ჩემი დამოკიდებულება იყო ასეთი, ოღონდ ვინმეს თვალში ყოფილიყავი კარგი. და შესაბამისად საკუთარი თავი მქონდა დაკარგული. და როცა პრობლემას მე ვერ ვხედავდი, თვითონ ასე ვთქვათ ამის მე ვხედავდი, რომ მე თუ ამ ტკივილებს გავექცეოდი და ამ რაღაცა შიგნით ამ სიცარიელებს გავექცეოდი, ეს იყო პრობლემა. როგორ გაიცანით ერთმანეთი? და როცა თქვენი გაცნობა მოხდა, შენ როგორ ხარ ფიზიკურად და ლელაი შენ რო გაიხსენო, შენი დამოკიდებულება საერთოდ რამე წარმოდგენა ქონდა თუ არა, ამჩნევდი თუ არა, თავიდან ხო ყველაფერი თითქოს არაფრით არ იწყება, ხო? მაგრამ ამ გადმოსახედიდან ეს გაცნობის დროინდელი რამე პრობლემები იყო, რასაც შეიძლება ნიშნებად აღიქვათ? არა, რა თქმა უნდა. აი, როგორ გაიცანით ეგეც საინტერესო იქნება. გავიცანით ახლა საერთო წრიდან ჩემი მუშაობდა TH-ში და ანზორი კოცი იყო, რა ქვია, მსახიობა და სხვათა შორის პირველი ვის რა ქვია, ესეთ შეხედულება იყო ძალიან უარყოფითი. და მის მეგობარს უთხარი, რომ როგორ მეგობრობ, თქო. რატო? რაღაც მიღაბი, ერთი მიღაბი. არ იყო ფხიზელი, ხო? პირველი ეს განცდა იყო, რომ არ იყო ფხიზელი, რაღაცნაირად ეს არ მომეწონა, ხო? თუმცა რადგან ახალგაზრდა ვიყავი და 23 წლის ვიყავი მე, როცა გავიცანით ერთმანეთი, მაშინ ანუ ფიზიკურად ესე არ მეტყობოდა და არ მეჩნეოდა, ხვდები, აი რაზე გემჩნეოდა? აი როგორ რატო შეგატყო რომ არ იყო? რატო არ მოეწონე? ქცევა ქონდა თუ ხო, აი ჭუიდან გადასული რო ხარ, აი იცი როგორი დღეები მქონდა, სანდრო, ანუ ყველაფერს ერთად ვაკეთებდი. ალკოჰოლიც, ნარკოტიკიც, ყველაფერი, რაც კი შეიძლება ადამიანს აბრუებდეს, ერთ დღეში ვაკეთებდი ყველაფერს რა. და შესაბამისად იმ დროს, როცა ლელა ვნახე პირველად და ვნახე მეგობარმა მივყვანა, მაშინ სუფრები რო ტარდებოდა ხოლმე და ხოცი როგორ ხდებოდა და იქ მივედი და როგორც დღეს ხვდები, გადასული ვიყავი ჭკვიდან რა. იმიტომ რომ მოვწონებოდი ყველას, არ აქვს მნიშვნელობა იმ კონკრეტულად იმ შემთხვევაში რელაზე არ მქონდა აქცენტი, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებდი რა, სიგიჟე, მაშინ ვეძახდი ამას თავისუფლების რაღაც გამოვლენას და მეგონა რომ ეს თვითნებობა და ეს ინდივიდუალიზმი ამაში უნდა გამომეხატა, რომ ესე იგი რაც მე ახოშიც მქონდა ის უნდა მეკეთებინა, ესე ვხედავდი სამყაროს რა. აუ, ამას შენ მხოლოდ მაშინ აკეთებდი, როცა არ იყავი ფხიზელი. ხო, როცა ფხიზელი ვიყავი, მაშინ მიმარებოდი, რა თქმა უნდა. აი, ეხლა ისევ ლელას პერსპექტივიდან დაგინახოთ. მიხვედი ამ სუფრაზე და ძალიან არაფხიზელი ადამიანი იქცევს ყურადღებას, ხო? და ეს შენ არ მოგეწონა. ოკეი, მერე? და მე არ ვიცი რა მოხდა. ეტყობა რაღაცა ესე რაღაცა სასწაული მართლა. ჩემთვისაც ამოუცნობი არ ვიცი ეს როგორღაც ესე მოვიდა რა. თავისთავად რაღაცა განვითარდა ესე და რომელზეც არ მიფიქრია საერთოდ. და აი, ეხლა ხომ არ ხედავ რამე კავშირს თქო, რომ მიუხედავად იმისა, რომ არაფხიზელი არ მოგეწონა, მაინც აირჩიე მასთან ერთად თანაცხოვრება, ხო? ფაქტია, რომ ესე კი სიზმარი ნახა. კი, სიზმარის ნახე კი. რა სიზმარი? ძალიან ის არის. აი დამესიზმრა ესე რომ გავიღვიძე, მახსოვს ჩემი მეგობარი იყო და აი გრძნობდი სიყვარულს. სიზმრებშიც შევდიოდი, შეაღწიე მისი. სიზმრებშიც შევდიოდი. ხო, მართლა ესე იყო და მე ამას რა თქმა უნდა არ ვამხელდი, მაგრამ ჩემში უკვე გაჩნდა რა რაღაცა ეს გრძნობა და მე
თვითონაც იგრძნო ალბათ. კარგი. ეხლა და თქვა დაქორწინდი, დაიწყეთ ურთიერთობა და ისე ვატყობ, რომ ანზორი არ არის ხოლმე ფხიზელი. მძიმდებოდა და მძიმდებოდა სიტუაცია. და აი თანადამოკიდებულების შემთხვევაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დანაშაული შეგრძნება, რომელიც მოდის ხოლმე, არის ის, რომ სულ თავში რომ თვალი დავხუჭე და ვაპატიე. აი მაშინ რო არ უთხარ, ესეთი რამე გქონდათ? არა. არა. არ მქონდა. ანუ ეს მიმღებლობა მიმღებლობა მქონდა და ჯიუტად მრჩერდა, რომ მე შემეძლო მისი გადარჩენა და ჯიუტად ვაწვებოდი ამას. ყველანაირი ხერხით. აი როგორ, მოდი ჩამოვთვალოთ ხერხები. ყველანაირი ძალადობით, მანიპულაციით, მსხვერპლის, ანუ ყველანაირ როლს და მე უკვე გამოჯანმრთელებაში რომ ამას შევხედე, ესე იგი რამდენად მიუღებელი იყო ჩემთვისვე, ჩემი ქმედება, ხო? აი მაშინ მივხვდი, რომ აი ძალიან სწორ გზაზე ვარ და ძალიან კარგია, რომ ეს რაღაცნაირად ესე გარედან დავინახე და როგორც არის აღიარება, ეხლა თუ არ აღიარე, ხო, ვერც ვერაფერს ვერ შეცვლი. და მე არ გამიჭირდა აღიარება. კაი, ძალიან მნიშვნელოვანია. აი მოდი აღიარებამდე მივიდეთ. რა იყო ის ერთი მომენტი, როცა ეს აღიარება აღარ გაგირთულდა და აი რაღაც როგორც ამბობენ, დაყარა ეს ფარხმალი და თქვი რომ ახლა მე დახმარება მჭირდება. აი რა მოხდა თქვენ ცხოვრებაში ისეთი, რამაც ეს გაგაბედი? მოხდა ის, რომ ყველაფერს ვცდილობდი და არაფერი არ იცვლებოდა, თუმცა ყოველ საღამოს ახლა ჯგუფებზე ვაზიარებ ხოლმე, რომ აი როგორი მართლა ის არის ადიქციური ბუნება, რომ ერთი და იგივე ყოველ დღე გჯეროდეს ის, რომ ახლა საღამოს ესა ხვალდილას რომ ყველაფერი შეიძლება. როგორ მჯეროდა იცი? როგორ შენ გიყურებ? ანუ გქონდათ ეს დიალოგები? პირობას დებდა ხო ალბათ? მე მჯეროდა ძალიან. მეც მჯეროდა. და მეორე დღეს რო არ სრულდებოდა, ისე მიკვირდა, რომ რას ქვია კაცო, პირობა მოცემული ადამიანი რო არ ასრულებდა, ისე მიკვირდა, რომ რა გითხრა. და რა იყო მაგის მიზეზი თქვენი ეხლანდელი სულ? აი, ეხლანდელი ეს იყო რა, რეალობის არ დანახვა. და დიდი სურვილი იმის, რომ რაღაცნაირად ანუ განხორციელდე და მნიშვნელობა მოიპოვო იმით, რომ რაღაცა გადაარჩინო ვიღაცა და ანზორს ის პირობას როცა გიდებდათ შეეძლო შესრულება? არა. ხო, ამ გადმოსახედიდან რა თქმა უნდა, არა. არანაირი შანსი არ მქონდა. არანაირი. თუმცა როცა ვამბობდი, რომ პირობით ეს ხვალიდან აღარ იქნება, აღარ ვიზამ ამას, იმას ბევრი გამოვლენა მქონდა, მე თვითონ მჯეროდა მაგის, ბევრჯერ მიცდია, რომ თავი დამენებებიდა და რაღაცა პერიოდი გამიძლია სიფხიზლისთვის, მაგრამ ეს იყო გაძლება და არა არჩევანი. და ყველაზე მაქსიმუმ გრძელდებოდა 2 კვირა ალბათ რა პირობითად ეს 2 კვირა 10 დღე. მეტი ცხოვრებაში ფხიზელი მე არ ყოფილვარ. მიუხედავად და კარგად ამბობს ეხლა რომ ეთყობა ჩვენს გრძნობთ ეს ნამდვილად გულწრფელია იმ წუთში არის გულწრფელობა და ალბათ იმიტომაც ვიჯერებთ ხო თორე შეუძლებელია ესე ხო ვერ მაჩერებდა ვერც საქმე ვერც პროფესია და ვერც ყველაზე მთავარი ჩემთვის რა ის სიყვარული რომელიც გამაშთა რედას მიმართ ვერ მაჩერებდა რადგან პროფესია ახსენე შენ მუშაობ ოპერისა და ბალეტის თეატრში კი ბატონო და სოლისტი ხარ? კი ბატონო. აი სხვა პროფესიებთან შედარებით აი ამ სფერომ სახელოვნებო სფეროში მუშაობა მის რო შენ სცენაზე დგომა გიწევდა მაყურებელთან შეხვედრა ძალიან ფართო იყო ხო ამ ადამიანთა კატეგორიები ვისთანაც ხვდებოდი და ეს სცენაზე დგომა ამან გაგიხანგძლიოა ხელი შეგიშალა თუ პირიქით მოგეხმარა რომ დაგეხმარა რომ მალე გამოჯანმრთელება. ხო, მან მნიშვნელოვანი ერთი რამ რომ საოპერო მომღერალი ახსენე და ოპერის სოლისტი ვარ დღეს მაგრამ მე თეატრალურში ჩავაბარე 16 წლის ვიყავი როცა თეატრალურში ჩავაბარე სამსახიობოზე და აი მან ესე ვამბობ ხოლმე თითქოს გადატანით მნიშვნელობით მაგრამ აი ერთ-ერთი ეგრე იყო რომ მივედი პირველ დღეს თეატრალურ ინსტიტუტში და რომ დავლიე აღარ გამოფხიზლებულ ვარ მე და
კონსერვატორიაში ჩაბარება და უკვე საოპერო ხელოვნებისკენ ჩემი სვლა ამის პარალელურად მიდიოდა უკვე იქიდან ვეღარ გამოვდიოდი ამ მდგომარეობიდან მარტო შეიძლება კონცერტამდე ან სპექტაკლამდე და ახალგაზრდა ვიყავი ქაჩავდი კონცერტიდან კონცერტამდე აი კონცერტამდე შეიძლება 3-4 დღე თავი შემეკავებინა ხო ან სპექტაკლამდე თუმცა ყოფილა ისეთი სპექტაკლები და ძალიან რთულ სპექტაკლებზე არის აქ ლაპარაკი, სადაც მე მოხმარებულიც ყოფილვარ. ეს უფრო ალბათ ბოლოსკენ რა? ბოლოსკენაც ვერ ვიტყოდი, თან ბოლოსკენაც არა. და ვეღარ ახერხებდი, ანუ ეს დროები შემცირდა, ხო ეს ფანჯრები ნელ-ნელა მცირდებოდა. რა თქმა უნდა და საერთოდ აი ვოკალისტი, რასაც ქვია რა, ამ როგორი რეჟიმიც უნდა და რა ცხოვრების წესი ჭირდება, იმდენად შეუსაბამოა იმასთან, რომ აი ესეთი დამოკიდებული ადამიანი გახდეს ოპერის სოლისტი და საერთოდ რაიმენაირ წარმატებას მიაღწევს, აი უბრალოდ არ ვიცი რა რაღაც შეუძლებელი მოხდა რომ ეს შეუძლებელი თუმცა რა თქმა უნდა რაღაცა 10-15% მქონდა და მაქვს ჩემი შესაძლებლობის გამოჟღავნებული ზუსტად ამ დაავადების გამო. თუ გახსენდება რაღაც რეპეტიცია, პრემიერა ან სპექტაკლი ძალიან რთულად, იმიტომ რომ აი ბეწოზე იყავით, ანუ აი გადარჩი ბევრ რამეს რა იმდენად ცუდი იყო ეგ დღე რა. თუ შეგიძლია რომ გაიხსენ. ახსენდება და ეხლა აი პროფესიონალში ვარ შევიდე და ეხლა მომღერლები კი მიხვდებიან, მაგრამ ისეთაც შევეცდები ჩამოვყალიბო ერთ-ერთი სპექტაკლის წინ ხო ეს ეხლა ყველასთვის ესეთი ნაცნობი თემა არის, რომ უმერად ჭირდება გამღერება. ხო სპექტაკლამდე რომ აპარატი ასე თქვა მოამზადოს სპექტაკლისთვის. იმდენად ისეთ მდგომარეობაში ვიყავი და ისეთ ცუდად ვიყავი და ისეთ ემოციურ და ფიზიკურ მდგომარეობას განვისტიდი, რომ გამღერებაც ვერ შევძელი, პირდაპირ გავედი სცენაზე, ეს როგორი რისკია. გავიდე და შეიძლება იქ ყველაფერი დამთავრდეს რა, უბრალოდ ხმარ წამოყვესე და წამოყვეს კი არა, შეიძლება უბრალოდ დაამთავრო ყველაფერი. მაგრამ ამ რისკზეც მივდიოდი და ეს როგორ ფსიქიკურ რამხელა ტრამვას მომაყენებდა დაახლოებით შემცხელოვანი ადამიანი ხომ მიხვდები. აი, დაუბრუნდით მე. მაგრამ აი, ხო ვამბობ, ასეთ რისკებზე მივდიოდი, იმიტომ რომ ჩემთვის გადარჩენის ტოლფასი იყო ის ნივთიერებების მიღება. ანუ და ისევ იმას ვუბრუნდები, რომ სხვანაირად ვერ მოიქცეოდი. ანუ ის გამოცდილება მიუხედავად იმისა, რომ დღეს მყავს მე კოლეგები და მეგობრები, რომელზეც ცუდი არ უნდა ჩემთვის და იმას არ ვამბობ რომ რაღაცა, მაგრამ ეს პირდაპირ ეს ამის ატანაც მიწევს დღეს, რომ პირდაპირ მეუბნებია, რომ შენ აი ამ მონაცემის და ასეთ ადამიანს ვაღმერთმა ყველაფერი მოგცე, მაგრამ ტვინი არ აქვს, უტვინო ხარ. ნუ მათაც არ აქვთ ეს გამოცდილება. არა, ბუნებრივია, აბსოლუტურად არ ვამბობ რაღაცა თიცარ ვიშვერ პირიქით მესმის მათი და მათი სამყარო ასეთია. კი. მართლებიც არიან ამ მათი განმოსახედით. ხო. თუმცა არ იციან რომ აქ დაავადება. ეხლა რა ხდება, ანუ აი გამოჯამთრება, ბარემ რო ეს სამსახურისის ამოუწუროთ, რომ ანუ ეხლა რა შეიცვალა? ეხ თავიდან გამნაბიჯებს, აი ბავშვი რო იწყებს სიარულს, ყველა ასპექტში მე ფხიზელი ცხოვრება არ ვიცოდი და ეხლა სწავლობ საერთოდ და მე მგონი რა მაგრად გაგიმართლა, რომ შენი სამსახური ამის საშუალებას გაძლევს და ამ საზოგადოების აი ეს გამბედაობა ადამიანებს, ვინც გამოჯამთრებაში არის, ძალიან ჭირდებათ ეს თანადგომა და მხარდაჭერა, რომ ჩვენ ოჯახებისგან, სამსახურებისგან, სამეგობროწრისგან ვიგრძნოთ, რომ წახვედი რაღაც დროს, მაგრამ აი ამ დაბრუნებაში ხა მე შენს გვერდში ვიქნები რა. კი ბატონო. და მე მგონი ძალიან გაგიმართლა და სხვებისთვის შეიძლება იყოს ეგ მაგალითი რა, რომ მთელი ხიბლი გამოჯამთრლების არის არა მოხმარების შეწყვეტა, არამედ მოხმარების შეწყვეტის შემდგომი რესოციალიზაცია და დაბრუნება იქ, საიდანაც წახვედი. წასვლასთან ფიზიკურადაც და ემოციურადაც. კი. ლელა, როდის იგრძენით პირველად, რომ თქვენ შორის ემოციური კავშირი გაწყდა? დიდი ხნის წინ და ეს დიდი ხანი გრძელდებოდა ნელ-ნელა ეტაპობრივად იხსნებოდა რა ეს
ჩვენ შორის ემოციური კავშირი და პრინციპში ბოლოს მე ჩავხსენი. მე კი არ ჩავხსენი. საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად თავისთავად მოხდა. ამას წინებზეც მეკითხებოდნენ რაღაც ჯგუფში. მქონდა ის რა ქვია სპიკერული და კითხეს აი როგორ მოხდაო და მე არ ვიცი როგორ მოხდა. მე ვიცი გზა როგორც წავედი იქამდე და თავისთავად ანუ ეტაპობრივად როგორც შემეძლო ჯერ ვინდომებდი მე ესე და ნელ-ნელა დადგა ის წერტი რომ აი თავისთავად დადგა ის რომ ჩაიხსნა რა გაიყო ჩვენი გზები. ხო, ეხა აი მაყურებელს გაუჩნდება შეკითხვა რომ აი რა გააკეთა ლელამ იმისთვის რომ ესე მომხდარიყო და აქვე ვიტყვი რომ ესე იგი ჯერ მოვიდა ლელა გამოსავალში 5 წლის წინ დაიწყო საკუთარ თავზე მუშაობა და არა იმიტომ რომ ანზორი გადაერჩინა, არამედ თვით თავის თავზე და ამ პროგრამამ ისეთი შედეგები დადო ლელას შემთხვევაში რომ მე ანზორმა დაინახა და ეს ხო მისი გადაწყვეტილება იყო თქვენ ხო არაფერს აღარ აძალებდი და ანზორს თვითონ მოუნდა მე გამოჯამთელებ. და მოდი მაყურებლისთვის თუ სადამდე შეგიძლიათ რომ თქვა და რა გზა არის ესეთი, რა ქვია, რა პროგრამაა, გამოსავალში რა ისწავლეთ. აი, რაღაც ყოფი დონეზე ავხწეროთ ეს პროცესი როგორი არის. ხო, ეს არის 12 ნაბიჯის პროგრამა, რომელიც არის საოცარი პროგრამაა, ისე აწყობილი, რომელიც არის ქმედების პროგრამა და საერთოდ მე მაინტერესებს და სუსწავლობ რაღაცას და ინფორმაციას ყველა ვიღებთ რა, ეს მკვდარი ინფორმაცია, რომელიც არაფერს არ გვაძლევს, პირიქით გვაშორებს. რეალურად გამოჯამრთელებისგან და რაღაც ჩვენ ეგოს უბერავთ რომ ვიცით და არაფერს შედეგს ანუ არ გვაძლევს ცხოვრებას არ გვიცვლის ეს პროგრამა არის ძალიან მარტივი უბრალოდ უნდა მიყვე და საჭიროა გულწრფელობა და მინდობა რა და აქვე ვახსენოთ რომ 12 ნაბიჯის პროგრამა სრულიად უფასოა და ეს ფასიანი პროგრამა არ არის თვით დახმარების პროგრამას ეძახიან სადაც ადამიანები ერთიანდებიან ეს საზოგადოება და ერთმანეთს ეხმარებიან, თუმცა რაღაც პრინციპები არის, რომელიც უნდა დაიცვათ. კარგით. მოხვედით და გაიცანით ეს ძოლები, დედები, დები და ასე შემდეგ, ხო? ბევრი თანადამოკიდებული ადამიანი და აი როცა აი ამ შეკრების მერე, სადაც საუბრობდით საკუთარ თავზე. აი რო ბრუნდებოდით სახლში და ანზორი იგივე მდგომარეობაში ხვდებოდათ. რა განცდა გეუფლებოდათ? თავიდან განცდა იყო რომ მინდოდა გამეგებინებია როგორც ყველა ხო და მოვდიოდი და უყვებოდი იქ რომ ესე ხდება, ისე ხდება რაღაცნაირად ესე მე რაღაცა უფრო რომ სიღრმეში წავედი გამოჯამრთელების მივხვდი რომ აზრი არ ქონდა და უნდა დამენებებია თავი. მე აღარ ვლაპარაკობდი. ხო და მე ნელ-ნელა მოხდა ისე რომ თვითონაც უთხარი ალბათ ახსოვს რომ რაღაცნაირად ინერციით წავა იქამდე რომ ჩვენი გზები გაიყოფა იმიტომ რომ მე აბსოლუტურად სხვა გზა მაქვს უკვე არჩეული და ნუ შენ სხვა გზა გაქვს არჩეული და აქედან გამომდინარე უბრალოდ აღარ მოხდება რა ეს ჩვენი რაღაცა ერთობა თავისთავად ამოიწურება ხო და ნუ რაღაცნაირად ხო მოასწრა რამდენი ხნის სოლქრობის მერე იყო ეგ საუბარი რამდენი წლია 20 წლის 20 გახსოვს ეგ ხო აი რა არის მნიშვნელოვანი სხვათა შორის იმიტომ რომ თანადამოკიდებულებს ხო აი მეუღლეების შემთხვევაში ესეთი გამოვლენა ქონდა რეალასაც რომ აი ყველა ფერში რო გაკონტროლებს რა როდის მოხვა სად მიხვალ ტელეფონს რო გიმოწმებს და ასე შემდეგ როგორც ხდება ხოლმე და თავიდან როგორ ეს ყველაფერი რო შეწყვიტა ჩემთვის კომფორტის ზონაც კი იყო ხო თავიდან ხო მაგრამ მე ხო ეგ არის მთელი მუღამი მაგისი რომ მე ლელა რატო აღარ ამოწმებ ტელეფონს რა ხდება აი უყურე როგორ არის რომ კითხვა დაუსვი ბოლო ჩემ თავს შეიძლება სხვა განზომილებიდან იმიტომ რომ მაშინ ვერ ვიაზრებდი ვერც ჩემ პრობლემას და საერთოდ რა ხდებოდა ჩვენ შორის მაგრამ კითხვა დავსვი რომ რა მოხდა ისეთი რომ ამ ადამიანმა ესეთი ქცევები შეცვალა ხო და ბუნებრივი კითხვა დავსვი რომ ანუ გადაუყვარდი თუ რა შვება რატო შეიცვალა ესე რა ხო ხტები აი დამიდგა უკვე ეგ ბანკიტყო ჩემთან დაუსვი და მე ხო ბუნებრივია რომ რადგან კითხვა დავსვი უკვე მაგის გარკვევას დავიწყე ხო რაში იყო საქმე და აი ის შეგრძნება რაც ანზორს გაუშვთა რომ ლელას გადავუყვარდი სინამდვილეში რა იყო სინამდვილეში იყო რომ ვისწავლე სიყვარული მართლა ეს იყო
და მივხვდი რომ მანამდე და გაუგე ანუ ემპათია როდის გემართება როცა შენ თავში აღმოვაჩენ ხო იგივეს რასაც აკეთებ და რომ აღმოვაჩინე რომ მეც არ მქონდა სხვა გზა როგორც ვიქცეოდი და ეს ჩემთვის აბსოლუტურად რომ შეამოწმო ურეკოტე ნუ აბსოლუტურად მიუღებელი იყო მაგრამ ხო ვაკეთებდი იმიტომ რომ მაშინ ვერ ხვდებოდი სხვა გზა არ მქონდა ესე ვხედავდი და რო დავინახე მერე და უკვე შევცვალე ქმედება მაშინ შევძელი უკვე რა თქმა უნდა ანუ ადამიანის ემპათიაც, გაგებაც და სიყვარულიც, ხო? ყველაზე მეტად რომელი რეკომენდაციების შესრულება გამოიღო შედეგი? რა თქვა, აი რა გააკეთეთ? პირველი, რამაც აი ძალიან ხელშესაძლებელია შედეგი. პირველი ის, რომ ჯგუფებზე დავდიოდი და დავიწყე სპონსორთან მუშაობა. აი ანზორთან მიმართებაში? ანზორთან მიმართებაში ხო აი ეს რა კონტროლის ჩახსნა. პირველ რიგში ხო და საკუთარი თავით და ინტერესებით დაკავება რა. პასუხისმგებლობის აღება საკუთარ თავზე. და რა მოხდა ჩემს შეგრძნებაში, რომ მე ხო ეს ნიღაბები მქონდა და მათ შორის ხო კაი ქმრის ნიღაბიც მქონდა, მაგრად მორგებული. და აი ჩამომაგლიჯა რა ეს ნიღაბი რა. აი ესე რა ხორცები რო ამყვა და ძალიან მეტკინა, მტკივნეულია ცვლილება. ეს ადვილად არაფერი არ ხდება. რომ დავდექი იმ ფაქტის წინაშე რომ მე არა ვარ კაი ქმარი და მანამდე საქციელებითაც ხდებოდი, შეიძლება ესე ვიცოდი რაღაც ქმედებებით, მაგრამ მე ხო ნიღაბი მქონდა და ამ ვასრულებდი ამას ყველაფერს და უცებ ეს ნიღაბი ჩამომძვრა და შესაბამისად დავდექი რეალობის წინაშე რომ არა ვარ რა კაი ქმარი და ამ ცუდ ქმარს ცუდი მამაც ვარ, ცუდი შვილიც ვარ, ცუდი მეგობარიც ვარ, რეალურად ტყუილში ვცხოვრობ. და ეს მთელი ჩემი რომ ეგონა რომ ღირებულები და ფასეულებები იყო, თურმე ყოფილა ერთი დიდი ტყუილი. ანუ საბოლოო ჯამში აი ამ რაღაც ილუზიური, დელუზიური მდგომარეობიდან გამოგიყვანა. ხო, პირველი ეს მომენტი იყო, ხო, რომ ანუ რაღაცა უნდა შეიცვალოს, იმიტომ რომ საშინელ დღეში ვარ რა. ხო, საინტერესო, ალბათ ეგ ის არის, რა ქვია. მან და არის ხოლმე ორი გზა. ერთი რომ ირჩევო, რომ იმდენად შოკი არის ამ ყველაფრის გაცნობიერება, რომ იმატებ დოზას, რომ უფრო გაბრუნდე, რომ ამ გაცნობიერებაში არ მოხდე და მეორე არის, რომ ხო, აი ამ რაღაცა ჯოკრების გარეშე რჩები, ყველაფერს გამოლევ, აი და მართლა ნოლდები, აი საბზერო რაც არის, ნულის ქვემოთ კიდე, აი ფსკერს რო ეძახი და რამდენიმე წამიანი მდგომარეობა, რა რომ ხვდები, რომ ყველაფერი აქამდე ტყუილია. და მე მაგ დროს, აი მაგ ფსკერზე ხდება გეძლევა არჩევნის საშუალება. მანამდე არ გაქვს. ფსკერი არის ამოტრიალებული სიმაღლე. კი. ხო და ეს არის ალბათ შენ აირჩიე რა აირჩიე ცირ არის ესეთი შეგრძნება მახსოვს ანუ რომ ბოლო უკვე წლები არ ვამბობ რამოდენიმე თვე წლები აი რაღაც აქ მტკიოდა ისეთი რომ სახს ვერ ვარქმევ რა აი ძალიან მტკიოდა რა და ეხლა ხვდები რომ ეს ლელაგან სიშორის გამო ხდებოდა იმიტომ რომ ისეთ რამეს ვკარგავდი, რაშიც აი მთელი ცხოვრება ვიძახდი, რომ ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება ჩემი იყო, რომ ცოლი მოვიყვანე, ისმის მიყვარდა და ასე შემდეგ და ამასაც ვკარგავდი რა. და აქედან გამომდინარე, რადგან ვიკითხეს, ჩემ თავში ვიკითხე, რომ რა შეიძლება შეიცვალოს იმისთვის, რომ უბრალოდ ჯერ მე ამდენი არ მქონდა გააზრებული, უბრალოდ გადავრჩე და თუ არის შესაძლებელი რომ ფხიზელი დავრჩე, უბრალოდ ცადო. იმიტომ რომ დარწმუნებული ვიყავი, რომ ფხიზელი ცხოვრება არ შეიძლებოდა. აი გამორიცხული იყო, რომ ფხიზელი დარჩენილი იყო ადამიანი ისე რომ თავისი ნებით. არ ვიცოდი. დახმარება ვთხოვე, ნელა მითხრა, სადაც უნდა ვისულიყავი, რომ მას ქონდა ეს კომუნიკაცია და მივედი გამოსავალში. და აი ჩემთვის ის დღე მეორე დაბადებაა რა. როცა გავიარე დეტოქსი და მე მივედი გამოსავალში და რომ თქვა რომ რაღაც იმედი მქონდა იმის რაც დღეს ხდება ჩემ თავს. არა, ამას ვერ წარმოვიდგენდი ნამდვილად.
მაგრამ ცადე, იმიტომ რომ სხვა გზა უბრალოდ აღარ მქონდა. აი მაგას ქვია ფსკერი უკვე ვეღარ ჩავედი, რა ქვია, სხვა შანსი აღარ მქონდა. და მაგრამ არც იმედი არ მქონდა დიდად. და მეგრე უკვე რაც ხდება გამოსავალში ამ დღის ცენტრის 3 თვის ყოველდღიური მუშაობის შედეგად მართლა გამოჩნდა ის სინათლე რა. მანზორი არის ერთ-ერთი ტოპ ყველაზე წარმატებული кейსი, რომელსაც დახურული ცენტრის პროგრამა არ გაუულია, არ უცხოურია იმაში, რა ქვია, რეაბილიტაციაში და დღის ცენტრი გაიარა, დღის ცენტრის პროგრამა. დღის ცენტრის პროგრამა არის, რომ მიდიხარ, ტელეფონის გაქვს, ესწრები ლექციებს და უკან საღამოს სახლში ბრუნდებიან. რაღაც პერიოდს ატარებ გამოსავლის დღის ცენტრში, ხო? ამასობაში თქვენს აგზელებთ უკვე, რა თქმა უნდა, თქვენ. მე ვიტყვი იმას, რომ ანზორიმ რო დაიწყო გამოჯამრთელება, მე თავიდან დავიწყე ნაბიჯებზე მუშაობა. ხო და რატო? იმიტომ რომ მივხვდი რომ ახლა კიდე სხვა ეტაპი მქონდა და პროგრამა ისეთია რომ ყველანაირ დონეზე გჭირდება სუთავიდან. ჯერ ხო ყოველდღე გვინდა ყველა ნაბიჯი და ყველა ნაბიჯი გჭირდება და მე მივხვდი რომ ახლა კიდე სხვა რამე მჭირდებოდა. როდის პირველად როდის იგრძენით რომ აი ანზორიში რაღაც მნიშვნელოვანი შეიცვალა. ნუ ეს პირველი იყო, რა თქმა უნდა, რომ დათანხმდა დეტოქსის გავლაზე, მაგრამ მაშინაც მე უკვე იმდენად მყარად ვიყავი პროგრამაში და იმდენი кейსები მქონდა, ნანახი რომ მარტო დეტოქსი არაფერი არაა და მერე იწყება და რამდენად ძალიან რთული პროცესია და ძალიან დასაფასებელია რა, ვინც ამ გზას გადის და მართლა ძალის ისტორია თითოეული გამოჯამრთელებული. მე ამას ვხედავ, რომ ეს არის ურთულესი, შეუძლებელია რა, შეიძლება არის ეს ყველა თქვენთაგანის ისტორია და ეს იყო ხო პირველი, რა თქმა უნდა, პირველი ნაბიჯი, მაგრამ მე ნუ ყოველდღიურად აკეთებ რა ამ არჩევანს და სუ პროცესია რა და ხო, დაიწყო და ნუ მიყვება რა. ანზორით ამაყობთ? კი. და ნდობის ძალიან უჭირთ ხოლმე ეს რაღაც ნდობა, რომელიც მე ქრება, ამდენი დარღვეული პირობა. აი ამ ნდობას როგორ აშენებთ ახლა? მე მაგალითად უკვე ესე ვუდგები რა, რომ მას კი არა, ჩემ თავს ვენტობი, ანუ უკვე აბსოლუტურად მაქვს პასუხისმგებლობა აღებული საკუთარ ქცევაზე, საკუთარ სურვილზე, საკუთარ ყველაფერზე რა და ამიტომ მას აღარ ვავალებ რა. მე თუ მიყვარს, მე უნდა ვენდო და ეს არის ჩემი სიყვარულის გამოხატვა და ეხლა თუ არ მოხდება ესე ხო? არა, არც არაფერი. ეს მისი გზა იქნება და იქაც დავტოვებ პატივისცემით და სხვათა შორის აი ეს გააზრებაც რომ ადამიანი შეიძლება გიყვარდეს, მაგრამ რადგან ის გზა აქვს არჩეული პატივისცემით უნდა დატოვო იქ და შენ და გააგრძელო და ეს არის ჯანსაღი საკუთარი თავისთვის. ამ შემთხვევაშიც აი ეხლა გამოჯამრთელებაშიც ესე ვუდგები რა, არ მაქვს შიში რომ რამე თუ შეიცვლება და თუ ეს იქნება და კიდე როგორი ის მაქვს რწმუნებულება სულ მახსენდება რომ რაც ხდება ხო ძალიან მტკივნეულია რაღაცა რომ მოხდება და გტკივა, მაგრამ რო საშენოდ არის და არა შენ წინააღმდეგ რაღაცნაირად ეს სულ მახსენდება რომ ნუ რაშიც გავდივართ უნდა გავიაროთ რა. ხო და ხო ეს მაძლევს რა, ამაზე ვდგევარ და ეს მიადვილებს. ანზორ, როგორი იყო შენი მკურნალობის რაღაც დრამატურგია რა, ანუ აი საიდან დაიწყე და ბოლო თვის დამამთავრებელი თვის ბოლო 1 კვირა როგორი იყო? ხო, დავიწყე, მე დეტოქსით დავიწყე და რო გითხრა რომ მაგ დროს უკვე განზრებული მქონდა ერთი რამ რომ დეტოქსი ეს არის მხოლოდ პირველი ნაბიჯი და ისიც აი ნახევარი. ამის შემდეგ იწყება რაც იწყება. რასაც გამოჯამრთელება ქვია და თუ ადამიანს უნდა ფხიზლად დარჩენა, მერე უნდა გააგრძელოს საკუთარზე მუშაობა, თორე დეტოქსი და ეგრეთ წოდებული აბსტინენტ მომკის მოხსნა ეს არაფერი არ არის. აბსოლუტურად არაფერი არ არის, იმიტომ რომ ისევე შებრუნდები ჩემ შემთხვევაში მით უმეტეს მძიმე დამოკიდებულ ადამიანზე ლაპარაკობ, ჩემი დამოკიდებულება როგორიც იყო, არაფერი რო არ მავსებდა, გარდა ნივთიერებებისა,
აი ამ ძიმეს რაც ეს ამბობ ხოლმე რას გულისხმობ რომ რაღაც აი ალკოჰოლს ურევდი ერთმანეთში და მაგით ჩემთვის ნარკოტიკი არ იყო გართობა. ჩემთვის იყო სულიერი ტკივილის და ამ განცდების გადაფარვა რა და გაქცევა რეალობისგან. ის რომ უბრალოდ ყოფილიყავი გაბრუებული და თქვათ გართობის რაღაცა ერთ-ერთი საშუალება ყოფილიყო ჩემთვის, ესე არ იყო. გართობა კი არ იყო, გადარჩენა იყო. და დღეს აი რას ვადარებ ხოლმე, იცი, აი მანქანა როგორი ისიც არ უნდა იყოს, ეხლა მაგარი მოდელი, ხო? საწვავი თუ არ აქვს, ხო? ვერ ფუნქციონირებს. მაგრამ ხო არის ეხლა ახალი მზის ენერგიებზე რომ ჩვენ დამოკიდებული მე დამოკიდებული ადამიანი საწვავი არ მქონდა იმისთვის რომ უბრალოდ გადავადგილებულიყავი რა და დღეს რაღაც სხვა ენერგიებს ვიღებ აი გამოჯანმრთელების გზაზე რომ უბრალოდ ფუნქციური ვიყო. იმიტომ რომ არ გამაჩნი არანაირი საწვავი რომ რაიმე მიზნისკენ ვიარო. უბრალოდ არ მაქვს ეს არა ფაფ არა. რა იყო ყველაზე მნიშვნელოვანი სიმართლე საკუთარ თავზე რომელიც გაიგე ამ პროცესში, გამოჯანმრთელების პროცესში. სხვათა შორის პირველი და ქონდა მე უარყოფის მექანიზმებში კარგად ვიყავ, იმიტომ რომ ძალიან რთული ხო ეს ადვილად ჟღერს, რომ აი კაპიტულაცია გამოაცხადო და რა უძლურება, რომ შენ დამოკიდებული ადამიანი ხარ, ის უნდა აღიარო, ხო ადვილია სათქმელად, მაგრამ ძალიან რთულია მართლა ამის აღიარება რა, რომ შენ გაქვს ქრონიკული დაავადება, რომ ეს არის ნარკოტიკი და ალკოჰოლი და სხვა არის უბრალოდ გამოვლინება და შენ ავად ხარ ამ დაავადებით, ასაც დამოკიდებულება ქვია და მე დღეს უკვე ამაში ვარ დარწმუნებული, რომ მე ამ დაავადებასთან ერთად უნდა ვიცხოვრო მთელი ცხოვრება და შემიძლია მისი არა კონტროლი, არამედ მართვა. და თუ პროგრამას ჩამოვცილდები, თუ ჯგუფებს ჩამოვცილდები და თუ საკუთარ თავზე არ ვიმუშავებ, როგორც დაგიბარებია, ისე ვუბრუნდები 1 საათში უკან. პირობითად 1 საათში შეიძლება გამოცდილებას რო იღებ, პირდაპირ არ გაიქცე რამის მოსახმარებლად, მაგრამ გაჩერება და მოbrunება უკვე გზა არის მოbrunებისკენ. რო თქვათ სტიგმას და საზოგადოების დამოკიდებულებას. ერთი არას ოჯახში ხდება, მაგრამ აი ესეც სპირალი რო წარმოვიდგინოთ, ხო? ანუ ოჯახის მიღმა კიდე რო არის ეს ჯგუფები და თემები და ადამიანთა ჯგუფებს გულისხმობ. აი იქ რა ხდება? ოჯახის წევრები, ნათესავები, კოლეგები, თქვენი მეგობრები, მეზობლები. აი ამ სპირალში, აი ეს თქვენი ეხლანდელი ძალიან კარგი ისა რა ქვია, ურთიერთობა როგორ გავიდა რა, ანუ აი ამაზე რო ეხლა ღიად საუბრობთ, გასაგებია რომ მართლა კაია. თუ არიან დარჩენილი ადამიანები, ვისთანაც აი დასალაგებელი გაქვთ ეს ურთიერთობა, რომ აი უთხრათ სიმართლე, ან რამე აუხსნათ თუ არა. ახლა ძალიან ახლობლები არ არიან ვიწრო წრეში და ახლა ისე ხო. გასაგებია. და როგორ მოხდა ეგ აი თუნდაც ამ ახლობლებთან ამ საკითხებზე მსჯელობა და აი ეს თქვენი სხვა ოჯახის წევრები რამდენად წამოყვნენ აი ამ დიალოგში. თუ გაგიჭირდათ იყო თუ არა სიზნელე? მე საერთოდ ჩემი გამოცდილებიდან ვხედავ რომ დედის ფენომენი და მეუღლის ფენომენი სხვადასხვა რამეა. დედა ჩემს ახლაც უჭირს რაღაცების ასე ვთქვათ გადამუშავება და ესე იგი მიუხედავად იმისა რომ ასეთი მაგალითი ყავს აი ძლის სახით მე როგორც აი აქედან უკვე დამკვირვებელი ხვდები რომ სხვადასხვა თამასაზე არიან აბსოლუტურად თუმცა ლელას ასეთმა გადაწყვეტილებამ და აი ასეთმა მუშაობამ თავის შედეგი დედაჩემზეც გამოიღო. კი, დადის ჯგუფებს. ვაი, კი, ხო, უბრალოდ ძალიან კარგი. ლელა მეორედ გადის უკვე 12 ნაფის და მოკლედ სერიოზულად მუშაობს რა. ხო, დედების შემთხვევაში მართლა ხანდახან უფრო რთულადაა ხოლმე საქმე და მე მგონი რომ მართლა რაღაც ძალიან დიდი მე გამიჩნდა ეხა მადლიერება ამ ადამიანის მიმართ რომ ადამიანების ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან რთულია. ძალიან. ან მე სადღაც წავიდე, თუნდაც ჩემი შვილის გამო თუ ჩემ გამო თუ
ამ ასაკში ძალიან დიდი გამბედაობა უნდა და მაგას უნდა ხო დანახვა და დაფასება. მაგრამ აი როგორც ჩანს ეგ არის მთელი მუღამი ამ პროგრამის, რომ ძალიან თვალსაჩინო ხდება მე სხვებისთვის. თან დედაჩემიც ცნობილი ხელოვანია და მისთვის არ იყო ხა ესე ადვილი რომ ხო მithumetes. ხო, მაგრამ აი ის არის რომ მისი მაგალითი კიდე შეიძლება 10-ჯერ უფრო მეტი ადამიანისთვის აღმოჩნდეს დაწყებისთვის ძალიან დიდი მოტივატორი. ხო, არის ის დეტალები და ნიუანსები, რომელსაც ესე თან ბოლომდე ჯერ კიდე ვერ. ხო, არაუშავ. დროს რომ უნდა მივცეთ დრო და მოთმინებით შევხედოთ, მე მგონი ეს ეგ მაგალითი. კიდე ესე იგი აი სუსტავში ახსენე რომ აი რაღაც დედობრივი ზრუნვა ბჭყალებში როგორც მეუღლეს ხო და აი რატო არის ეგ რაღაც რატო მეორდება ცოლსა და ცოლებში ვთქვათ ეს დედის ინსტინქტი ხო დამოკიდებული ქმნების მიმართ თქვენი არაჯანსაღი დამოკიდებულება ხედვა არის რა არაჯანსაღი ხარ რომ ეგ რამე თქვენი აზრით ძალიან ქართული ფენომენია თუ ზოგადად მარტო ქართული არ არის ხო მაგრამ რაღაც წილად არის მაგრამ მარტო ქართული არ არის რა თქმა უნდა და ესეც ძალიან ღრმა თემაა რომ სწორი მიმართულებით აღზრდა მე ვიტყოდი კაცის უფრო ხო და ქალისდის ხო კაცსაც ხო და ამიტომ ქალის როლი ძალიან დიდია და ქალს ჭირდება რა დედას ჭირდება ძალიან სწორი ხედვა ხო და ნუ ჩვენ ესე გავიზარდეთ რომ რაღაცა სულ ხვებზე მეც ესე გამზარდა ზრუნვა და ის რომ ქალმა კაცზე უნდა იზრუნოს და ნუ არასწორი მიმართ ნახევარ სიმართლე კი უნდა იზრუნო მაგრამ ხო ესე იგი თუ ადრე თქვენი სიყვარული ბჭყალებში კონტროლში გამოისახებოდა დღეს სიყვარული როგორია უფრო უახლოვდება უპირობოს ვერ ვიტყვი რომ თლად არის მაგრამ ადამიანები ვართ და რაღაცები ხო ვიქაჩებით ჩვენსკენ მაგრამ ნუ ძირითადად ესეა რა უფრო პატივისცემა და სივრცის დატოვება მისთვის და მინდა ვისარგებლო ვთქვა რომ მე ვისწავლე აზრი მიუხედავად იმისა რომ იყო მასში მოხმარებაში მისი მხრიდან ყოველთვის მქონდა ყოველთვის გრძნობდი პატივისცემას და ჩემს სივრცეს ანუ არ ეხებოდა რა და ამ იმას ყოველთვის მიტოვებდა რა და ეს ძალიან ის არის რა მისგან ვისწავლე ხო კი მაგრამ ნიღაბიც იყო არა იყო ნიღაბიც მაგრამ ნიღაბი თუ იცი რა არის ხანდახან ალბათ რაღაც წილი მაგრამ ტიპაჟზე ძალიან ბევრი რამე დამოკიდებული ხო რა თქმა უნდა შინაგანი კომპასი როგორ გააქვს მორალური რა ანუ რაღაცა არის რასაც ვერ გადადიხარ როგორ მოხმარებაში არ უნდა იყო მაგრამ ვიღაცამ შეიძლება ერთი მოხმარებით ძალიან ბევრ ზღვარს გადავიდეს კი მაგრამ მაინც გზა ის არის რა დღეს თუ არ ხვალ გადავიდოდი აუ თუ რამეს არ გადავედი ხო მაგზაზე ვიდექი მე ვერ ვიტყვი რა ნამდვილად აი გურწბილად რო გითხრა რომ რაღაც იყო რაღაც ეთიკური ან მორალური რაღაცა ხაზი რომელსაც ვერ გადავკვეთავდი რა ბევრი გადამიკვეთავს და კიდე პერსპექტივაში ბევრი გადაკვეთავდი რომ ამ გზაზე არ დამდგარიყავი ვერ დავიტრაბახებ რომ რაღაც ზღვარს არ გადავედოდი ნამდვილად მაგრამ ის დიალოგი თქვენ შორის უკვე იყო რომ თქვენი გზები გაიყოფოდა შეიძლება მარტო ყოფილიყავი ხო მაგრამ ის რომ ამდენ წლიანი ურთიერთობის განმავლობაში თქვა ძალადობას ადგილი არ ქონიან ეგ შენ ტიპაჟზე მაგას ვამბობ რა შენ თუ არ ხარ შეურაცხყოფ არასოდეს მიყენები ამისთვის არც სიტყვიერი რაც არ უნდა მოგეხმარ ხო ყველაფერი მოხმარებული ხოდი მაგრამ მაგას ხო არ გადახდა ეგეთი რამე არ მოხდა რა აი მაგას გულისხმობ მაგას გზობდი მის ნდობას ისეთ ნდობას გზობდი და ეს მართლა დიდი ხო ალბათ ეგ იყო ის ნახე ლელასაც ეგ ხო არ მოგეხმარა დაგეხმარა იმაში რომ აი ეს დახმარების თუ რაღაც სურვილი აი მასზე თუ არ იყავი ნაწყენი
აი ეს წენა თუ არ გქონდა ხარ წენა გაბრაზებული გაბრაზებული იყავი უფრო ნაწყენი ჩემი უფრო წენა მე არ ვარ ისე აგრესიული უფრო შიგნით მიმართული ის მაქვს და უფრო ხო წენები მქონდა რა თქმა უნდა აი ბრაზი რო ქონოდა რომ ეს აი ამ ზღვარს გადასულიყო რაღაც ფიზიკური ყვირილები და არა ხო მე მგონი ეგ ხელი შემშლელია და ეგ მოგეხმარა იმაში რომ აი ესე ცოტა მშვიდად გაიარეთ ეგ გზა რა თქმა უნდა ერთად დარჩენის შემთხვევაში ხელი შემშლელია მაგრამ ის უფრო კარგია იმიტომ რომ სხვა გზა რო არ გაქვს მალე იმაშვები რა ქვია საშუალად მალე გარბიხარ ანუ ეგეც მართალია კაი წერან манипуляторიც სერიოზული манипуляტორი ჯერა ანზორ ჯერა ხო აი იცი რა ეგეც ხო ამ ეხლა შეიძლება ჩემი მინახი მაყურებლის არ იყოს ეგეთი დასანახი მაგრამ ჩემთვის იმდენ ადამიანს შევხვდი იმდენი დრო გავიდა რომ ეს ამის განუყოფელი ნაწილია რომ ვირმე დამოკიდებულმა რომ მითხოს მე манипуляტორი არ ვიყავიო მაშინ რანაირი დამოკიდებული თანადამოკიდებულმა რომ ზუსტად ხდები ეს ამის შემადგენელი და აი ეს რაღაც პატიება კი არა მე ხა ასე ვუყურებ რა ისევე როგორც ჩავარდნა რომ გამოჯამთელების შემადგენელია ეგეც ჩემთვის გახდა აი როგორც რაღაც რა არაფერი განსაკუთრებული არაუშავს აი არაუშავს ცოცხლები თუ გადავრჩით შანსი იმის რომ გამოვასწოროთ არის ხო და წერან ანზორი რომ საუბრობდა თქვენზე ეს მეუღლე მოვიყვანეო და იმიტომ რომ ვინც მიყვარდაო თვალზე შევამჩნიეთ ცრემლი რა ხო თვალები აუწყლიან და აი რა ეხლა მემჯერა ხო ეს რამ შეუქმნა ან როგორ შეირყა ეს სიყვარული და ეს რომანტიზმი და სიყვარულის გარდა თქვენ თუ გიტირიათ პრობლემის გამო აი ძალიან კი ძალიან ხშირად ვტიროთ და ეხლა ბოლო წლებია საერთოდ არ ვიცი ტირილი რა ხო კი რა თქმა უნდა ანუ შენ რომანტიული ადამიანი ხარ? ნიღბით თუ ნიღბად თუ როგორც არის. ხო, ფოტოშორის მაინც მიუხედავად აი ყველაფრის სადაც ის რაღაცა ერთი წერტილი რა, სადაც ნაღდი ვიყავი, მაინც ლელა იყო. ეგ საინტერესო წერტილია. რას გულისხმობ? იცი რაღაცა ყველა ადამიანშია და ჩემშიც არის რაღაცა ის ნამდვილ მეს რასაც ეძახია რა რის გამოც მართლა ღირს ცხოვრება და ბოლომდე ვერ ვიტყუებოდი რა ლელასთან მაინც. ყველასთან ყველაფერი შემეძლო მომეტყუებინა, მაგრამ აი ლელასთან ვერა. მიუხედავად იმისა, რომ გარენა შეიძლება ეგრე არ ჩანდა. მაგრამ სინდისის ხმა ძალიან რო ფაჩუდობს და ჩუმად ლაპარაკობს, მაინც აი ლელას გავლით ხდებოდა რა ჩემთან მოდიოდა ეს ხმა ლელასზე გავლით. აი ხვდები რასთან. ერთხელ თითქოს რაღაცა ისეთი სასწაული თქვეს აი გამოსავალში ზუსტად დღის ცენტრში რო ვიყავი, რომ ერთმა ბენეფიციალმა ესე თქვა, რომ ჩემი ფსკერი იყო, ცოს რომ მოვატყუეო რა. და აუ ეს რა ცოს მომატყუეო და როდოფერდი ჩემი ფსკერიც ეგ იყო. იდეაში ეგ იყო. საბოლოო ჯამში. აი რომ გავიაზრე რომ რა ვიტყუებოდი. აი ის რომ კარგი ქმარი არიყავი? ხო და ნუ ამ პატარა წვრილმანები და დაწყებული რომ პირობითად ესე რომ აი სათხარ და მოვდივარ ეს ჩემი ის რა კანონი ნომერი. სუგზაში იყო, სუბოდიოდ. მოვდივარ. ხოდა მოვდივოდი. მართლა ხო და აი მაქენა დაწყებული უკვე ეხლა დეტალები რო ვთქვა, ისეთი ნუ უკვე დესტრუქციაში რო ვიყავი, ხო ამბობ რა, ყველაფერზე ვიყავი რა წამსვლელი და ამიგეთებია კიდეც და ეს იყოს მთავარი ტყუილ და სხვა ადამიანების და დამიზიანები ამის გამო და ასე შემდეგ. აი მოვდივარ როცა ქმარი გეუბნება რომელიც მოხმარებაში და ყურმოს თიშავ. ჩდები დეფამ ტელეფონს და ელოდები. ხო. და
რავი, ეგრე შევა უკვე თვეები და იცი რომ დღეს არ მოვა. არა, არ ვიცი ველოდები. მაინც მართლა გეუბნები, ხო? აი ეგ რა მომენტია. არაფხიზელი რა მიდგომა რა იმდენად გინდა და იმდენად რაღაც არ ვიცი არაფხიზელი ხარ რომ აი იმის გჯერა რა გინდა რომ დაიჯერო და გჯერა ეხა რაც ვილაპარაკეთ ხო ძალიან მტკივნეული იყო მაგრამ ამას რო იხსენებ და ეხა იმხელა მადლიერება მაქვს მართლა რომ აი ამის გარეშე ეხლა სადაც ვარ იქ ხო არ ვიქნებოდი მართლა თავიდან გავივლინდი მართლა იმხელა რაღაცა სხვა მადლიერება შემოდის და სხვა ხედვა და სხვა სინამდვილე იხსნება რომ მაგარია ეგ რო გავიარეთ ხო და მე ვარ იმ ადამიანებში ვინც ამბობს რომ 12 ნაბიჯის პროგრამა ისეთი უნიკალურია რომ რა ყველამ რო გაიაროს ვინმეს აწყენს არავის აწყენს არა ჭირდება ჭირდება თორე აქ ხომ მხოლოდ და ძალიან წუხვარ რომ არ არის ესე ფართოდ ცნობილი რომ ეს პროგრამა არ არის მხოლოდ დამოკიდებულისთვის ალკოჰოლი, ნივთიერება, ურთიერთობები, თანადამოკიდებული არა ძალიან ის არის რა მრავალ წახნაგოვანი არის და რეალურად საბოლოო ჯამში გვეხმარება პიროვნულ განვითარებაში და აი ეს პიროვნული განვითარებით მე ვეხმარებით სხვებს. ხვდებით უკეთესი დედები, მოქალაქეები, ოჯახის წევრები და აი ეს კომუნა ესე დიდდება ნელ-ნელა რა. თან ეს 12 ნაბიჯის პროგრამა ის კი არ არის რაღაცა პაკეტი რო იყიდო და თქვა 3 დღეში რაღაც გაიარონ, ერთ თვეში ან რაღაცა ვორქშოპი. და აი გაიარე და კარგად ახლა არა მთელი პროცესი და მთელი ცხოვრება ვითარდები და ვითარდები. მოდი ახლა ეგეც ვთქვათ, მოკლედ რომ რავია, ვინც იკითხავს კიდე ჩვენს კონკრეტულად უპასუხებთ. ანუ გამოსავალში არის რაღაც ნაკრები პროგრამა არის, რომელიც ამის ელემენტებსაც შეიცავს, ფსიქოლოგია არის, CBT-ა, მოკლედ რაღაც მულტიდისციპლინური პროგრამა არის შექმნილი, მაგრამ ეს რომ მთავრდება, მერე შემოდის აბსოლუტურად ჩვენთან კავშირში არ არის, ანუ მსოფლიო საზოგადოება არის, სრულიად უფასო. 12 ნაბიჯის პროგრამა სხვადასხვა დამოკიდებულებებისთვის, ხო და იქ ვაგრძელებთ ყველანი სიარულს რომ შევინარჩუნოთ ის რაც ვისწავლეთ რეაბილიტაციაში. ჩემი განმოსახედიდან აუცილებელი. ხო. და პლუს ოღონდ აქ უნდა თქვა რომ არსებობენ ადამიანები ვისაც საერთოდ რეაბილიტაცია არ დაჭირებია და მხოლოდ 12 ნაბიჯით შეასრულეს ეს. ამიტომ გზა და არჩევანი არის და ეს გაბედე და ეს პოდკასტი და მეც რავი და ეს პროექტის მაგას ემსახურება რომ გამოჯამთელების მრავალფეროვნება ვანახო და მე ადამიანმა თვითონ ამოირჩიოს ჩვენი მოუყვეთ და ვიღაცა თავის გზას მაინც თვითონ ამოირჩევს საბოლოო ჯამში, ხო? კი. ცოტა შეჯამებისკენ რო წავიდეთ რა. აი ხა რო გკითხოთ, როგორ ხართ? აი თავიდან დავიწყოთ თითქოს. და აი თავიდან რა ისეთი გამხსნელი კითხვა არის. აი ლელა, ეხლა როგორ ხარ? ეხლა ვარ ძალიან კარგად. და რას გულისხმობ ძალიან კარგად ყოფნაში, რა თქმა უნდა, ეხლაც მაქვს შფოთი, ტკივილიც, რაღაცეები მაწუხებს, მაგრამ ეს უბრალოდ არ გრძელდება, ანუ ტანჯვაში აღარ გადამდის, ადეკვატური ვარ ამ ყველაფერთან და ნუ ცხოვრება ჩვეულებრივად იცხოვრება რა და მაშინ იყო რაღაცა სხვა და სხვათა შორის, როდესაც მარტო მევჯამთელდებოდი და აზრიკო იყო მოხმარებაში, ნუ მე ხა მაშინაც შედარებით, რა შედარება ძალიან კარგად უგრძნობდი თავს, მაგრამ ის რო წავიდა გამოჯამრთელებაში, ეხლა მივხვდი, რომ მაშინ რომ რამხელა რაღაცა ტკივილს ვატარებდი, კი ვიყავი გამიჯნული და ვითომ კარგად, მაგრამ ის შიგნით რაღაცა ტკივილი მაინც გაქვს, რომ ადამიანი არის მოხმარებაში და ეხლა ხო რაღაცნაირად თავისუფლება აქ არის რა, სადაც აი რაღაცა ჩახედავ თვალებში, დადგები, იმის პირისპირისიც გეშინია, ყველაზე ძალიან და იქ იბადება რაღაცნაირად ეს რომ გამოცდილებაში გაქვს და უკვე ემოციური წვდომა რომ მოგდის, ხო? არაფერი რომ მოახლოვდება, უკვე რაღაცნაირად მზად ხარ, რომ ხო აქ უნდა ჩადგე და სულ პროცესია და მაგარია. ეხლა თქვენ სხვებს ეხმარებით, ანუ ვიღაცის სპონსორიც ხართ, ხო? აი ეგ რას გაძლევთ? ეს კიდე მეტად სასწაული ის არის რომ მანამდე ხო მარტო შენ თავზე ხარ და ხა კიდე სხვა ადამიანზე კიდე უფრო წრიტავ და რაღაცნაირად ისე უნდა მიაწოდო ძალიან ფაქიზად რომ არც ჩაერიო არც ის ნუ ძალიან სასწაული პროცესია რა
ყოველდღიურად რაღაც ახალი ისინი მოდის, რა ქვია, გააზრებები და სულ რაღაცა ფართოვდები და ზოგჯერ გეშინია, რომ უნდა დამიწყდე, თორე რაღაც ძალიან ისე ხარ, ხო, აი მართლა ეს პროცესია. შენ როგორ ახარზე პასუხი ხო, როგორ ვარ, იცი, ეხლა დღეს ის რომ არჩევანი გამიჩნდა და დღეს შემიძლია თამამად თქვა, რომ თავისუფალი ადამიანი ეს არის მთავარი. პირიქით ხანდახან ეცი მეგონა რომ კარგად ყოფნა იყო, რომ სულ კარგად ახარ უწყვეტად. და ეგრე არ არის სამყარო მოწყობილი. უბრალოდ არ არსებობს. კიდე რას მივხვდი, იცი, რომ ესე იგი ადამიანი ვიქმნით ილუზიას, რომელიც უბრალოდ არ არსებობს, არავისთან არ არსებობს და ჩვენ გვინდა რომ ესე იყოს და რაღაცნაირად იმას მივყვებით და ძალიან აცდენილები ვართ, ხო სწორედ? ეს ყველაფერს თავის სახელს ვარქმევ უბრალოდ რა. უკვე სადაც ძალიან ვცდილობ რომ არ მოვიტყუო, მაგრამ ხანდახან რომ რაღაცაზე თუ რაღაცატომ თუ რაღაცის გამო არ ვიცი პირობითად ვიზახეთ ყოველზე, თორე ყველა ემოციაზე შემიძლია იგივე თქვა. თუ ვიტყუები სახელს ვარქმევ უკვე, არ გაურბევარ რეალობას. დღეს ჩემთვის ყველაზე დიდი საჩუქარი სიფხიზლეს, მხოლოდ ნივთიერებებისგან განთავისუფლება კი არ არის. ზოგადად ფხიზელი ვარ. ფხიზელი თვალით უყურებს სამყაროს და თუ რამე გამოწვევა, ფხიზელი მინდა რომ ამ გამოწვევას შევხედო, რეალურად პრობლემას შევხედო, მოვაგვარო ეს პრობლემა. დაბინდული გონებით ცხოვრება არის ტანჯვა. ტკივილი არსებობს ეხლა ცხოვრებაში, მაგრამ ამ ტკივილს ხვდები რა, ვაშკაცურად რო იტყვია და დაბინდული გონებით რა უნდა გავიგო, ჯერ ისეთაც რეალობაში ვარ თუ სადვართ ეგ არის გასარკვევი და ეხლა კიდე დაბინდული რო გაგონება, საერთოდ სადვანაობ, ხო? ხო და ამ ხელა საჩუქარი არის დღეს ჩემთვის სიფხიზლე, რომ აი გარდა იმისა, რომ რაღაცა სასწაულია ყოველი დღე რომ დამოკიდებული ადამიანი რჩება ფხიზელი, კი ბატონო, შეიძლება ესე ითქვას, მაგრამ მე ახლა სიფხიზლეს კი არ ვუძლებ. ჩემი არჩევანია უკვე. და რადგან არჩევანი მაქვს, უკვე ყოველ დღე ვცდილობ, რომ ეს არჩევანი, ეს ნების თავისუფლება გამოვიყენო სხვადასხვა მიმართულებით. ანუ ვიყო თავისუფალი ადამიანი და თუ შევცდები გამოვასწორო, მაგრამ არჩევანი მქონდეს. და არა ისე, რომ ის ტანჯვა ის იყო, რომ არჩევანი არ მქონდა. და ის რომ ადამიანები რომ უშვებთ შეცდომებს, ეს უნდა ვთქვათ რა ხმამა. კი და ეგეც ნორმალურია. ხო, რა თქმა უნდა, განსაცდელი შეცდომა თუ არ დაუშვი, განსაცდელია. ანუ ნება არჩევანი როგორ უნდა განვახორციელო, ხო, რაღაცა ერთ იმაზე. შეცდომა ძალიან ბევრ ამას გვასწავლის. ლელა, ეხლა რომ გვიყურებს მეუღლე დამოკიდებული ადამიანის, რას ეტყოდით? და ტკივა და ცუდად არის და არის. ამას ვეტყოდი, რომ აი გაბედოს და მოვიდეს სხვათა შორის ჩვენთან ჯგუფებზე მოდიან, მაგრამ ბევრი მიდის და ძალიან გული მწყდება, რომ არ რჩებიან და რა ვიცი, ყველას თავისი გზა აქვს და ბოლო-ბოლო ალბათ მერე ყველა რაღაცნაირად მოვა ალბათ და უშვების თავს, მაგრამ ხო, ძალიან ის არის, რა ქვია, რთულია. ძალიან რთულია და თანადამოკიდებულისთვის მით უმეტეს უფრო რთულია, იმიტომ რომ რაღაცა სოციუმში მისაღებია, მისი ეს ქცევის ზედაპირზე არ ჩანს, სულ მოტივებში უნდა ჩახვიდე და იმგარში, რომ არ ჩანს ზედაპირზე და რთულია ძალიან და ამიტომ ვინც არიან ძალიან დასაფასებელია, ვინც მუშაობს და ხო ვიძახი ახლა ძალიან ქება გამომდის, მაგრამ საკუთარი ეს გზას ეხლა უფრო მეტად ვაფასებ რა და სულ ვიძახი რომ გოგოებსაც ვეუბნები რომ ძალიან დასაფასებელია რა რასაც ვაკეთებთ. ეხლა რომ გიყურებდეთ ახალგაზრდა გოგონა, რომელმაც ეხლა შექმნა ოჯახი და მისი ქმარი მოხმარებაში და ჯერ პატარები არიან რა, რაღაც 20-22 წლის და უხარია და ბედნიერებიან. აი მას რას ეტყობ? ვეტყოდი იმას, რომ სანამ ბედნიერია დათქვეს მისი ბედნიერებით. იცი, ბედნიერი ადამიანი არ მოდის, თუ არ გაგიჭირდა და რაღაცნაირად, ანუ არ მოგიკაკუნა ისე, რომ საჭიროება თუ არ დადგა, არავინ არ მოდის, ხო რა ვიცი, ხა ბედნიერი თუა უნდა იცხოვროს ბედნიერად და ესეც ოკეია რა, ეგეც გზაა. კი ბატონო, მიღებულია. შენ ახლა რო გიყურებს ადამიანი, რომელიც დამოკიდებულია მოხმარებაშია, ტკივა
ცუდად არის. რას ეტყოდი? მეც მგონია რომ რაღაც ასე ვთქვათ სხვა გზა არ უნდა გქონდეს შეიძლება ესე ითქვას, მაგრამ ეხა იმის თქმა რომ როგორც ეხა მე ვიცოდი რომ აი ნარკოტიკი ცუდია, ეს აბსურდი მგონია რომ მათზე კარგად არ უნდა რეცის ცუდი რომ ნარკოტიკი როგორ მოახერხოს აი პოდკასტ გაბედე რო ქვია ერთადერთი რაც შემიძლია უთხრა რომ თუ ეს მისთვის უკვე ტანჯველი ხდება და ბევრისთვის ხდება ტანჯველი ძნელია რაღაც იცარიელაში ფეხის გადადგმა, მაგრამ უნდა გაბედოს რა. უნდა გაბედოს და უნდა ცადოს ეს გზა. ხო არსებობს ეგეთი თქვი კიდევაც რომ შეიძლება უბრალოდ მოვიდეს ჯგუფებზე და უფასოა ეს ყველაფერი. და შეიძლება დარჩეს ფხიზელი იქიდანაც კი. ზუსტად. მაგრამ უნდა გადადგას ეს ნაბიჯი აუცილებლად. მადლობა მეგობრებო, ძალიან საინტერესო შთამაგონებელი საუბრისთვის და მეც დავამატებ, რომ ვინც ამ პოდკასტს უყურებს, ერთადერთი, აი გამბედაობა მარტო შეიძლება იმაშიც უკვე საკმარისი გამბედაობა იყოს, რომ რაღაც დააკომენტაროს, რომ დახმარება ჭირდება. და გამოსავალში დარეკოს, იმიტომ რომ გამოსავალი აუცილებლად არის, დავეხმარებით, თუ გამოსავალში არა 12 ნაბიჯის უფასო პროგრამა არის და იმათ მიმართოს, მაგრამ თავარია რომ აი უბრალოდ აი აიღეთ ამ ვიდეოს, თუ გიჭირთ ხმამაღლა ლაპარაკი, აი უბრალოდ დააკომენტარეთ, რომ დახმარება მჭირდება და ჩვენ ვეცდებით რომ დაგეხმაროთ. ძალიან დიდი მადლობა თქვენი გამბედაობისთვის. ორივეს ისტორია თან რომ აი ცალ-ცალკე დაიწყეთ და საბოლოო ჯამში აი მე მაინც აი ამ თქვენს ერთობას დაუბრუნდით, ეგ რაღაცნაირი ეგ ძალიან ამაღელვებელი ისტორია. საკოლად, მაგრამ ხო, არა თან ჩანდა ეს რთულეები და მე მგონია რომ ძალიან ბევრისთვის მაგალითი იქნებით. მოგეთ ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის კიდევ ერთხელ და ამის წინა ეპიზოდში გიორგი კეკელიძე როცა ყოლოს სტუმრად, მაშინ ბიბლუსმა წიგნები გამომიგზავნა, რომელსაც გადავწყვიტე რომ სტუმრებს ვაჩუქო ხოლმე და მინდა რომ ეხა გადმოგცეთ იმიტომ რომ ხანდახან განსაკუთრებით გამოჯამთელებაში მე კითხვაში დაბრუნება ძალიან მნიშვნელოვანია და იმედია რომ ეს წიგნების კიდევ ერთხელ დაგიხმაროთ. მადლობა. მე კი მაყურებელს დავემშვიდობები და ვეტყვი რომ იმისთვის რომ ჩვენ რა ქვია უფრო დიდი мотивაციით გავაგზავნოთ ეს საქმე, გთხოვთ რა უნდა ქნან subscribe, გამოიწეროთ ეს ჩვენი არხი. ნახევრად ხუმრობით, ნახევრად სიმართლით, ძალიან ბევრი იმას რა ვქია, პოზიტიურ კომენტარს ვისმენთ და რავი, მართლა ვამაყობთ რომ ამ საქმეს ვაკეთებ და ესეც გავაგზავნებთ. გემშვიდობებით.